ძალიან რთული ვითარებაა ბათუმის ბულვარში, ძველ ბულვარში. ჩვენს უკან ალბათ ხედავს მაყურებელიც კადრში, რომ პრინციპში ერთი ზოლი მთლიანად არის დაზიანებულია სკამები, ასევე აქ სხვადასხვა კომერციული ობიექტების შენობები არის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ განადგურებული. ძალიან ძლიერი შტორმია ზღვაზე და როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში გვეუბნებიან, სწორედ ეს ართულებს სამუშაოების დაწყებას. დაახლოებით 7 ბარიანი შტორმია ამ დროისთვის ბათუმში, როგორც გითხარით, ყველაზე მეტად დააზიანა ძველი ბულვარის ტერიტორია, დაახლოებით 3 კილომეტრის მანძილი არის სრულად განადგურებული. ქვაღორღი გადმოტანილია ზღვას ბულვარის პირველ ზოლში და პირველი ზოლი პრაქტიკულად არ არსებობს, ხო, როგორც ჩვენც უთხარი, მაყურებელს ვერ ხერხდება ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება, თუმცა ამ ცოტა ხნის წინ გამოჩნდნენ შესაბამისი ტექნიკა გამოჩნდა, რომელმაც დაიწყო გზის წმენდის სამუშაოები, მაგრამ რაც შეეხება უშუალოდ ზღვის ნაწილს, ადამიანებისთვის საშიშია მუშაობა სიცოცხლისთვის, შესაბამისად ამ დროისთვის როგორც ბულვარის ადმინისტრაცია განმარტავს, ვერ იწყებენ სამუშაოებს. კიდევ ერთი პრობლემა, რაც ბათუმში შექმნა წუხანდელმა ძლიერმა ქარმა და ნალექმა, რომელსაც ცოტა თოვლის სახით ჰქონდა, თოვლიც ახლდა, ეს არის წყლის მიწოდების პრობლემა. ბათუმის მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ამ დროისთვის წყალი და როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, იგივე შეგვიძლია გითხრათ ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც არის უბნები, სადაც ბათუმში ელექტროენერგია ამ დროისთვის არის გამორთული და ენერგოპრო ჯორჯიაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რაც შეეხება მაღალმთიან აჭარას. ყველაზე რთული ვითარება შეგვიძლია ვთქვათ, უგა რომ არის სწორედ მაღალმთიან აჭარაში, სადაც თოვლის საფარი თითქმის 12 აღწევს. დილიდან დაიწყო გზის გაგრძელდა, როგორც გითხრეს, გზის გაწმენდითი სამუშაოები ქედაში, შუახევში, ხულოში მუშაობს სპეცტექნიკა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით დღის ბოლოსთვის ყველა გზა, რომელიც არის ამ დროისთვის შეფერხებით ხდება გადაადგილება, სრულად იქნება აღდგენილი და როგორც გითხარით, ეს ასევე ეხება ელექტროენერგიის საკითხს, რადგან მაღალმთიან აჭარაში საკმაოდ ბევრი აბონენტი ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშეა. ფიქსირებულია 7 ბალიანი შტორმი. აქედან გამომდინარე შეინიშნება გარკვეული დაზიანებები ინფრასტრუქტურის ნაწილში, განსაკუთრებით პრომინადის ნაწილში, სადაც ამოტანილია ქვაღორღი და ნატანი. დილიდან მიმდინარეობდა აქტიური მონიტორინგი, მაგრამ ვერ ხერხდებოდა სამუშაოების განხორციელება. ამ დროისათვის დავიწყეთ დაწმენდითი სამუშაოების განხორციელება შესაბამის სამსახურებთან ერთად. პრობლემების წიქია მგუგა შექმნა გურიაში, სამივე მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა იყო, ასევე ქარმა დააზიანა სხვადასხვა სკვერები, ობიექტები, მოთხრილია ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები, ასევე თოვლის საფარი საკმაოდ მაღალია, ნახევარმეტრს აღემატება ჩოხატაურის მაღალმთიან სოფლებში და როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ამბობენ ჩვენთან საუბრისას, ამ დროისთვის მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. აკეთის მონაკვეთზე არის პრობლემა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში და ლანჩხუთის მერის ინფორმაციის სპექს ტექნიკა მუშაობს, ასევე პრობლემები შეიქმნა საჯავახოს, ბურნათის მიმართულებით და ასევე ზოტი-ჩხაკაურას მოსახლეობას გურიაში და როგორც გვეუბნებიან, აქაც აჭარის მსგავსად დღის ბოლომდე პრობლემა მოგვარდება. ამ დროისთვის, როგორც გითხარით, აჭარის მსგავსად გურიაშიც რამდენიმე ათეული აბონენტი და ორი სოფელი ჩხაკაურა, ზოტი მათ შორის ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და ენერგოპრო ჯორჯიას ინფორმაციით ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს მუნიციპალიტეტებში, როგორც აჭარაში, ასევე გურიაში შექმნილია საგანგებო შტაბები. საბედნიეროდ ამ დროისთვის გამოიდარა აჭარაში, თუმცა ამინდის პროგნოზი არც ისე, როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, არც ისე სახარბიელოა და შესაბამისად მუნიციპალიტეტები გვხვდებიან, რომ ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.
აჭარის ავტომობილური გზების დეპარტამენტის 71 სპეცტექნიკა მიმდინარე პერიოდში ახორციელებს თოვლის საფარისაგან გაწმენდის სამუშაოებს აჭარის მასშტაბით. თოვლის საფარი შეადგენს 1 მეტრზე მეტს, შესაბამისად სამუშაოების წარმოებას გარკვეული დრო დაჭირდებათ. მოუწოდებთ მოსახლეობას და მძღოლებს, რომ გადაადგნენ მაღალი გამოვლობის ავტომანქანებით, შესაბამისი ზამთრის საბურავებით. 2 დღის განმავლობაში ინტენსიურად თოვს ქედის მუნიციპალიტეტში, საკმაოდ უხვი ნალექი არის მოსული. ყველა მიმართულების, სოფლების მიმართულებით აჭარის ავტომობილური გზების დეპარტამენტი ინტენსიურად მუშაობს და უწყვეტ რეჟიმში გაწმენდის სამუშაოებს ატარებს, თუმცა გამოწვევები გვაქვს ელექტროენერგიის მიმართულებით. დღეს დილიდან გათიშული არის თითქმის ყველა სოფელში, თუმცა ორ სოფელში უკვე აღდგენილია შუქის მიწოდება. გითხარით, სტიქის სალიკვიდაციო სამუშაოების ნაწილი დაიწყო ბათუმის ბულვარში, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მაღალმთიანეთში და მუშაობენ გურიაშიც და მე მინდა მაყურებელს უთხრა გუგა, რომ გურიაში პრობლემები განსაკუთრებით წუხელგვიან ღამით შეექმნა იმ ადამიანებს, რომლებიც თებერვალში დააზიანეს სტიქიამ, რომელთა დიდი ნაწილი ამ დრომდე ცხოვრობს სახლებში, რომელიც ავარიულია და წუხელ იყო ბევრი ოჯახი, რომელსაც მეზობლებში ან ახლობლებში მოუხდა ღამის გათევა გამომდინარე იქიდან, რომ მათ ამ დრომდე არ აქვთ შესაბამისი კომპენსაციები მიღებული და არის ოჯახები, სადაც სახლის სახურავებიც კი არ არის დახურული. ჩვენ დილიდან ვცდილობთ დაუკავშირდეთ გურიის მხარის წმუნებულს, შესაბამის სამსახურებს და ამ ადამიანების მომავალი ვიკითხოთ, როგორი იქნება, ვინ იქნება ამ ადამიანების პასუხისმგებელი, თუმცა ამ დროისთვის გურიაში ამ კითხვებზე პასუხის გამცემი პირი არ მოიძებნა.